Taks, მიდი, ვაუ, რა მაგარი თამაშია. ой, მეგობრებო, მოგესალმებით საბადა, არ ხკაფშრას სამინდა დღეს მეგობრებო, მე რაღაც მოგეთ გადმოვიწერე ძალიან მაგარი თამაში და საერთოდ არც კი შემიძლია რომ სხვა საქმეებს მივხო, სტოპ და რომელი საათია საერთოდ? გოგო, დილისათი საათია, так, სტოპ. მოით მეგობრებო, უფრო კარგია მე ახლა ტელეფონს ჯერჯერობით გადავდებ და წავალ დროზე ახლა ჩემს ფერმების სამუშაოზე, იმიტომ რაღაც მართლა ძალიან მაგარი თამაში გადმოვიწერე და მაგის გამო საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა. так, მოეთ ახლა წავიდეთ. პრინციპში ჩემი ფერმები შეხედეთ როგორ გაიზარდა. აბა 3 თუ 4 დღე არას არ მუშაობდი ფერმების სამუშაოზე. და სიმართლე გითხრათ, ახლა არც კი მინდოდა, მაგრამ იმის გამო რომ დღეს უკვე სამუშაო დღეა ჩემი. მაგიტომ მიწევს, იმიტომ უბრალოდ მართლა რაღაც იმ ტელეფონში თან უკვე რაღაცებს უკვე თამაშობდი, ახალი თამაშიც გადმოვიწერე, იქ რაღაც უკვე დღესთან ისეთი დღეა, რომ მინდოდა დასვენება, მაგრამ ასე ვთქვათ, სამუშაო არ იცდის, დაკეცოს კარტოფილის რომ მივარდება წყალში. ეს კარგია. так, პრინციპში მე მეგობრებო დღეს მაგ გასაკეთებელი აბსოლუტურად ყველა ფერმა. დიდიც ასევე, დროზე მინდა გავაკეთო და გავაგრძელო, ასე ვთქვათ, თამაში. იმიტომ რომ მგონი ყველას ასე ჰქონდა, ხომ? აი, როდესაც გადმოიწერე რაღაც ახალი თამაში, რომელიც შენ მაგრად მოგეწონა და ასე ვთქვათ, და მე შენ გახსენდება რომ რაღაც საქმეები გაქვს რეალურ ცხოვრებაში და გიწევს ასე ვთქვათ თამაშის გადადება. აი მე მაგალითად მეგობრებო ახლა ასე დამემართა ფერმების სამუშაო, ასე ვთქვათ. так, და ბოლო ასე ვთქვათ ფერმაცა დამჭა. მეგობრებო, რაღაც შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე. აბა ერთოს რაღაც უცნობი ნომერი. так, და შენი სოფელი არის საფრთხეში. так, მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე. ხო მეგობრებო, აქ წერია შენი სოფელი არის საფრთხეში და უცნობი ნომერი. მგონი მეგობრებო, კაი, მოითაბა ახლა ამას არ მივაქცევთ ყოადგება. მგონი მეგობრებო მივხვდი ახლა მე ხუმრებიან, ხომ ასეთი ხუმრობები კი მესმის, ბლა ბლა ბლა. ვიღაც ბავშვები იქნებიან, ან ვიღაცა უბრალოდ იპოვა ჩემი ნომერი, ანუ რანდომულად უბრალოდ. ან შეწელნიკები. არ ვიცი, ჩემი შეწელნიკები ასეთ დებილობას არ იზამდნენ 100%-იანი. ჩემი შეწელნიკები უფრო ჭკვიანები არიან. კაი, პრინციპში მოეთ მეგობრებო, არ მივაქციოთ, არიან მეგობრებო ასეთი ხუმარები, ასე ვთქვათ, რომლებსაც უყვართ ასეთი პრანკების გაკეთება. პრანკერები რა. так, საკ გამოდის უკვე ხორბლის თესლიც, так, ჭარხალი, ოკეი. დიდი ხანია ისე მეგობრებო, მთლიანად არ გავაკეთე მთლიანად ჩემი სამუშაო, ანუ მე ისე ვაკეთებდი ან დიდი ფერმა და ჩემთან ახლოს ფერმა იმას, ან მხოლოდ იმ ფერმას და ახლა დღეს ასე მომიწია რომ აბსოლუტურად ყველა ფერმა, რასაკვირველია მე უარზე არ ვარ. თითქოს სულ მასე ვაკეთებდი, უბრალოდ დიდი ხანია რაც არ გავაკეთე. так, და მეგობრებო, ძლივს მორჩი დამპალი კარტოფილი, так, დამპალი კარტოფილი მე არ მჭირდება. ძლივს მეგობრებო მოკეთ მე მორჩი და შემიძლია ახლა წავიდე, ჩავერთო ეს თამაში და გავაგრძელო თამაში. так, მოით მეგობრებო ახლა ყველაფერი და так, თოხი თავის ადგილას. так, კარტოფილი, კაი, დამპალ კარტოფილს მე უკვე პრინციპში გადავაგდებ. так, და მანამდე უკვე და მეგობრებო, ისევ რაღაც შეტყობინება, ისევ რაღაც მესიჯი რა არის ესა. так, და შენი სოფელი არის საფრთხეში. так, მე უკვე ეს წავიკითხე. საბა. так, სტოპ, საერთოდ იცის ჩემი სახელი. საბა, მე ვიცი შენი სახელი. მე მჭირდება შენი დახმარება. შენ დამეხმარები არა მხოლოდ მე, არამედ თელს სოფელს. რა? შენი სოფელი საფრთხეშია. თქვენ შეიძლება მოკუდეთ. გაგიჟება. ეს так, მეგობრებო, იცით რა? ეს უკვე ხუმრობას არ გავს. ეს უკვე თუ ხუმრობა, ეს უკვე არის შავი ხუმრობა. მეგობრებო, საერთოდ ვერ ვიგებ ვინ? საიდან? так, მეგობრებო, საიდან მიგზავნიან ამ შეტყობინებებს? так, მეგობრებო, რაღაც უკვე ეს შეტყობინება მართლა არ მომწონს. так, თან უეცრად მეგობრებო, წარმოიდგინეთ. თან
თამაშობდი ჩემთვის თამაში გაკ მოეთმეგროვა კაი არ მაგრამ როგორ ვერ არ მიაქცევ ამას ყურადღება როდესაც უცნობი ნომერი იცის ჩემი სახელი ნახეს საიდანღაც ჩემი ნომერი თამბის კიდე ასეთ საშიშტერილებს მიგზავნის დაქს მეგრო ეს მართლა უკვე არ მომწონს საიდან ნეტავი ვინ და როგორ დაქ მეგრო ისე რაღაც წერილი დამტანჯეს უკვე რა წერია იმისთვის რომ დამიჯერო შენ სახლში არის ჩადებული დინამიტი რა რის დინამიტი так ერთს მეგობრებო ერთს არ მჯერა მაგრამ მაინც არ შემოწვა так და რა და გაგიჟება მართლა მეგობრებო დინამიტი და რამდენი და მეგობრებო დროს ეს შეიძლება რომ აფეთქდეს 6 დინამიტი გაგიჟება და სტოპ და ვინ როგორ так ეს უკვე მეგობრებო მე მართლა აღარ მომწონს такс აი ახლა მგონი უნდა დავიჯერო და შეიძლება ამ ადამიანმა ქნა ესა გაგიჟება такс ახლა იცით რა არც კი ვიცი ვინ საიდან როგორ და რანაირად მაგრამ მეგობრებო ისევ რაღაც წერილი რა იმედი ახლა გჯერა ჩემი წადი მდინარესთან და გიტოვე 5 მასში არის განლაგებული ნივთები რომლებიცაც უნდა დამეხმარო так მეგობრებო მოედეთ უფრო კარგი ახლა იატაკი უფრო კარგია თავისას განსა დინამიტს უფრო კარგია მოვაშვებ დინამიტი ჯერ ეს მეგობრებო ჩვენ სოფელში არის აკრძალული такс დინარესთან ჩვენს დინარესთან такс ოკეი ну აი მდინარე და რა და ოპა так და გაგიჟება მეგობრებო შეგეთ სტოპ დროზე ეს ყველაფერი ავიღოთ ერთის ტაკი ვაში ოქროს ვაშლის და ალმასის იარაღები ო გაგიჟება так სტოპ მეგობრებო უფრო კარგი ახლა დროზე შევიდეთ такс ახლა იცით რა მგონი უნდა დავიჯერო ამ ადამიანის იმიტომ რომ მართლა სტოპ და რა შოს ჩემი სოფელი არის საფრთხეში და такс მეგობრებო კიდე რაღაც მესეჯი რა წერია შენ უნდა მოხვიდე ტყეში რომელიც არის განლაგებული ახლოს შენს ადგილმდებარეობასთან კარგ დროს მითხრა ერთი ეს так სტოპ რომელი საათია საერთოდ გაგიჟვა მეგობრებო აი კარგ დროს მითხრა უკვე ღამდება და так იცით რა არ ვიცი მივიდე თუ არა არ ვიცი დაუჯერო ამ ადამიანს თუ არა მაგრამ შესაძლებელია ეს დინამიტი თვითონ ჩამიგდო მაგრამ როდის მოასწრებ და საერთოდ ვინ როდის მოასწრო როდესაც მე ვიყავი სამსახურში ანუ როდესაც მე ვიყავი პრემიების სამუშაოზე მაგრამ 10 წუთში ვინ რას მოასწრებ და так მეგობრებო კაი ტყე რომელიც არის ახლოს ჩემს ადგილმდებარეობასთან არის ეს так კაი მოეთ მეგობრებო წავიდეთ თუ რამე ალმასის ხმალი მაქვს ვინც არ უნდა იყოს იქ თუ რამეა ჩავარტყო კაი ეს 5 არის აქ იყოს так მოეთ მეგობრებო так გრილი წყალი არა უშავს так მოეთ მეგობრებო კარგი ახლა წავიდეთ არც კი ვიცი რომ ტყეში ნუ ხო ახლოს რო არის ჩვენს ადგილმდებარეობასთან ეს არის ეს ტყე ერთადერთი ტყე რომელიც ოპა მეგობრებო ხედავთ такс რაღაც სარდაფი და такс ახლოს არავინ არ არის ეი უკაცრავად такс მეგობრებო ახლოს არავინ არ არის უფრო კარგია მართლა არ ვიღრია ვინტო ვიღაცა მოვა მართლა და ეს არ მინდა так და სანთელი მეგობრებო ახლა დანტობი და ოპა так მეგობრებო იცით ეს ადგილი რაღაც მართლა არ მომწონს უფრო კარგი არ არის რომ წავიდეთ და უკვე ღამდება გაგიჟება так სტოპ რაღაც კარები ღია так არ დაიკეტო ოღონდ ძალიან გთხოვ так რაღაც 5 ერთუց და რაღაც წიგნი მასში так რა წერია აქა ტყუილა დამიჯერე და ტყუილა მოხვიდი აქ
ტაქს მეგობრებო რაღაც ვერ გავიგე. ტაქს მეგობრებო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. აქ წერია რომ შენ ყველა მოხო. სტოპ. Stop, კარიბი, ჟიძელინკო, ალო, так, stop, შენ მეძახოდი, რა ხდება აქ და რატო ჩამკეტე აქ? Stop, შენ მეძახოდი, ანუ დროზე მითხარი და გამიღე დროზე კარი. კი საბა ეს ვერ შეგეძახონი. მოკლედ საბა, კი, მე ზუსტად შენი დახმარება მჭირდებოდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში რა ადვილი ყოფილა შენი მოყვანა აქ საბა ვერც კიც არ მოიდგენ. მოკლედ ერთადერთი რაშიც მე შენ არ გატყუებდი, ეს იყო ის, რომ თქვენ სოფელს ებადება ძალიან დიდი საფრთხე, ჩემს მიერ. კი, საბა, მგონი შენ უკვე მიხდი, რომ ეს მე შეგწერდი ამ წერილი ამ შეტყობინებებს შენს ტელეფონზე. მოკლედ, ძალიან ადვილი იყო შენი ნომრის პოვნა, ძალიან ადვილი. მოკლედ, საბა, რა მინდა გითხრა. თქვენ სოფელს აქვს ძალიან დიდი საფრთხე ჩემს მიერ. ყველა ერთადერთი მოთამაშე ამ სოფლის მე გამოისეთ ერთადერთი მოთამაშე ამ სოფლის ხარ შენ და ეს ერთადერთი მოთამაშე აღარ არის და გამოდის ვერავინ ვერც კი დაიცავს ამ სოფელს და სანამ პოლიცია მოვა ამ სოფლისაგან დარჩება მხოლოდ ერთადერთი ნაპერწკალი და ერთადერთი მხოლოდ კვალი. შენ დებილ, ასეც ვიცოდი რომ ეს რაღაც ტაქს, ოკეი. კაი, ჟიძელინკო, ოკეი. ახლა შენ გაიმარჯვე. ტაქს მეგობრებო, იცით რა, ერთი იდეა მაქვს. ეს ჟიძელინკი ისეთი დებილი ყოფილა, რომ არც კი იცის, რომ შემიძლია ახლა გამოვიდა. კაი, ჟიძელინკო, ოღონდ ძალიან გთხოვ, რომ არ შეეხურა ჩემს სოფელს, მე ყველაფერს გავაკეთებ. ტაქს მეგობრებო, მოდით ახლა დაველოდოთ სანამ გატრიალდება ტაქს. ასე ვთქვათ, სანამ არ მოელოდება და დროზე მეგობრებო, ასე, კი მეგობრებო, ასე ციცოდი, მე ეგრევე გამოვთვალე ეს. საერთოდ გითხრათ, მე ეგრევე გამოვთვალე, იცით როგორ მეგობრებო? იცით რა, აი ასე ხო კეტავენ აი ასე და აქ იმის გამო რომ აქ არის ასეთი პატარა ნახრეთი, კი, ვერსად ვერ წახვალ, მაგრამ ასე შეგიძლია დაჭირო. და ეს ჟიძელინკი ისეთი უტვინოა, ისეთი გაუნათლებელია, რომ ესეც კი არ იცოდა, რომ მინიკრაფტში ასე შეიძლება. მაგრამ მეგობრებო, ის რომ მე ახლა ასე ვთქვათ, ჩავარტყე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ასე ვთქვათ მოვკალი. ახლა მოკეთ პოლიციას უნდა გამოვიძახო, იმიტომ რომ შეიძლება დარესპაუნდეს და შეიძლება დარესპაუნდეს ჩვენ სოფელში და ეს იქნება ძალიან ცუდი. მოკეთ მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრაფეთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.